Facebook-ზე მიწერია პოსტი, სადაც ზელენსკისა და სტალინის რაღაცა ერთგვარი შედარებასავით მაქვს გაკეთებული და მინდა რომ ეხლა ვიდეო სახით ჩავწერო, იმიტომ რომ YouTube-ზეც უნდა დავდო და TikTok-ზეც უნდა დავდო. და წარმოიდგინეთ ეხლა რასთან გვაქვს საქმე. 1939 წელს გერმანიამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი ევროპის მასშტაბით. 1941 წელს უკვე საბჭოთა კავშირი ერთვება ამ ომში. იმიტომ რომ მანამდე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც პოლონეთი გაიყვეს შუაზე, სტალინმა და ჰიტლერმა, რომელიც არის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომლითაც მოხდა მართლაც სამყაროს მიმართ მიმართული დანაშაული როგორც ერთი სახელმწიფოს მიერ, ისე მეორე სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან და აი ამ ავადმყოფებმა, დიქტატორებმა, სტალინმა და ჰიტლერმა გაიყვეს თავისუფალი პოლონეთი. ამას გარდა მანამდე, რასაც უკეთებდა ჰიტლერი დასავლეთ ევროპას, ამაზე საბჭოთა კავშირი არ რეაგირებდა და მას შემდეგ მოხდა მისი ჩართულობა და მისი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ გერმანელმა ჯარისკაცებმა გადმოკვეთეს საბჭოთა კავშირის საზღვრები და ოფიციალურად საბჭოთა კავშირი ჩაერთო ამ ომში 41 წელს. აი ამ ომში 16 მილიონი ჯარისკაცი მოკვდა საბჭოთა კავშირის მხრიდან. 45 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე. ხოლო გერმანიის მხარეს 4 მილიონი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 8 მილიონი გარდაიცვალა მშვიდობიანი მოქალაქე. წარმოიდგინეთ, 12 მილიონი კაცი დაკარგა გერმანიამ და 61 მილიონი კაცი დაკარგა საბჭოთა კავშირმა. საბჭოთა კავშირს ამის რესურსი ჰქონდა კიდევაც, რომ მას ყოველდღიურად შეევსო ცოცხალი ძალით ჯარი. რადგან 15 რესპუბლიკა იყო, შესაბამისად, აი ამ 15 რესპუბლიკას ჰქონდა ამის რესურსი და მარტივი იყო ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რამ ხელაზე არ უღირდა საბჭოთა კავშირს და სტალინს ადამიანი, მისი ღირსება, მისი უფლებები და ზოგადად ადამიანი მისთვის როგორ არაფერს არ ნიშნავდა. აი თუ კი დღევანდელი დღიდან გადავთარგმნით მაშინდელ ვითარებას, როგორც ამბობენ მაგალითად პრორუსები და ძირითადად ესენი ქოცები არიან და კიდე ვიღაცა ჭუჭუ-ბუჭუ რაღაცა პატარა 1%-იანი პრორუსული პარტიები. ისინი ამბობენ, რომ ზელენსკიმ შეახოცა უკრაინელი ერი რუსებს. ჯერ აქ არის უდიდესი სიბინძურე ჩადებული პროპაგანდის სახით, რომ თითქოს ამ ომში მხოლოდ უკრაინელები იღუპებიან. და თქვენ არასდროს არ მოგისმენიათ პრორუსების მხრიდან გამახვილებული ყურადღება რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც უკრაინელებზე მეტნი არიან იქ დახოცილები. რასაკვირველია, უკრაინელიც კვდება იქ, ქართველიც, სომეხიც, აზერბაიჯანელიც და რუსიც. და სამწუხაროა, მაგრამ ომი სხვანაირად არ ხდება. უბრალოდ პრორუსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თურმე ამ ომში უკრაინელები წყდებიან. და როგორ ფიქრობთ? რუსებს რობოტების საშუალებით უწევთ ომი? ოფიციალურად არის ეს ყველაფერი, რომ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები იმაზე მეტნი არიან მოკლულები ვიდრე უკრაინის მხარეზე. ეს ფაქტია. რაც შეეხება იმას, იმ იდეას, რომ თურმე ზელენსკი ტერიტორიების სანაცვლოდ ადამიანებს ახოცებს იქ და თურმე მნიშვნელოვანი ადამიანია, იგივენაირად შემიძლია განვიხილო საბჭოთა კავშირზე თავდასხმა გერმანიის მხრიდან, რომ რატომ შეახოცეს 61 მილიონი კაცი და დაეთმოთ მაგალითად გერმანელებისთვის ბელარუსი, უკრაინა. რა პრობლემა იყო? ამ ხელა იმპერიას ჰქონდა უდიდესი ტერიტორიები. რატომ არ დაუთმეს მაგალითად ციმბირი, რომლის გამოც დაიწყო ჰიტლერმა ომი, რომ ციმბირიდან უნდა ჰქონოდა მას ბუნებრივი რესურსები. რა გამოვიდა? რომ სტალინმა მიწების გამო შეწირა აი ამდენი ადამიანი. მე არ ვამტყუნებ სტალინს არაფერში, არ ვამტყუნებ ასევე მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ჩემთვის ყველაზე დიდი ბოროტების სავანია და საერთოდ კომუნიზმი ჩემთვის ყველაზე დიდი სიბინძურია, მე არ ვამტყუნებ, უნდა ეომა რასაკვირველია. ერეკლე მეფესაც უნდა ეომა 1795 წელს კრწანისის ომში. და სისულელია ის, რომ ურიცხ მტერთან არ შეიძლება ბრძოლა. კი, ყოველთვის აბრძოლველია. ამას თქვენ ვერ ხვდებით. ხშირ შემთხვევაში ხვდება გარკვეული ნაწილი, მაგრამ პროპაგანდისტვის ამას იყენებენ, რომ თურმე ზელენსკი დღეს საკუთარ ქვეყანას რომ იცავს, კაცი რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში იმ დაპირებით რომ უნდა ესაუბრა და რაზეც მაგალითად პოროშენკოს მხარდამჭერები დასინოდნენ, რომ ლაპარაკი არ გამოდის, არ ყოფილა მომენტი, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებაზე მოდის და თუკი ის ხელშეკრულებას დაგიდებს, ის ხელშეკრულება არაფერს არ ნიშნავს და ქაღალდს უფრო მეტი ძალა აქვს იმ ქაღალდს, რომელზეც ხელშეკრულება არის დადებული, ვიდრე სიტყვას, ვიდრე პირობას რუსებთან მიმართებაში. ეს ბევრჯერ გამოჩნდა 1920 წლის 7 მაისის აღიარება საქართველოსი და 21-ში უკვე თავს დაგვესხა რუსეთი, ბოლშევიკური რუსეთი.
1993 წელს სოჩში გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ელცინი, შევარდნაძე და არძიმბა იყვნენ, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და აღარ უნდა გაგრძელებულიყო. იქაც გაგწირეს და მოგვატყუეს. რუსეთი ხელშეკრულებას არასდროს არ ასრულებს. აი ზუსტად ამას ეუბნებოდნენ ზელენსკის, რომ არ არსებობდა პუტინთან რაიმე საშუალება იმისა, რომ მოეგვარებინათ დიპლომატიურად სიტყვით. შესაბამისად, გაყინული ომი, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარეობდა მანამდე, გაგრძელდა კიევში. ყველამ კარგად ვიცით, როგორ მოემზადნენ უკრაინელები კიევის დასაცავად. კარგად ვიცით პრორუსული პროპაგანდა და საქართველოში არსებული კიდევ გარკვეული ჯგუფები როგორ წინასწარმეტყველებდნენ, რომ 2 დღეში უნდა დაცემულიყო კიევი. რომ თუ ასე არ მოხდებოდა, ისინი პოლიტიკიდან წავიდოდნენ. ხო მიცით ეს ალტინფოდან ისმოდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ზელენსკის დღევანდელი ქმედება პრორუსებისთვის არის ძალიან სახიფათო. იმიტომ რომ ზელენსკი ებრძვის რუსეთს. პრორუსებისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია არის რუსეთის დაცემა, რუსეთის დაუძლურება. ისინი განამართლა უკრაინელებზე ფიქრობენ. განამართლა ბავშვები ანაღლებთ უკრაინაში. არა, მათთვის მნიშვნელოვანია რომ რუსეთს არავინ ეომოს. კარგად მახსოვს მე 2008 წელს 15 წლის ვიყავი, როცა ქართველები იძახდნენ, რომ რუსი უნდა შემოსულიყო, რომ რუსეთის დრო შეაფრიალებულიყო საქართველოში. ეს ადამიანები ავადმყოფურად მოღალატეები არიან. მათთვის არ არსებობს ეროვნული ცნობიერება. მათთვის თავარი ის არის, რომ თუ კი გერევა მტერი, აღარ უნდა შეებრძოლო. აი ეს არის მათი მთავარი იდეა, რომელიც არის ყველაზე დიდი ღალატი. და ზელენსკიზე ამბობენ, რომ თურმე ომი უნდა დაამთავროს. თურმე მოღალატეობრივად უნდა გაწიროს თავისი ქვეყანა და ტერიტორიები უნდა გადასცეს რუსეთს. მაშინ იგივე შეიძლებოდა გაეკეთებინა სტალინს, როდესაც 1941 წელს დაიწყო ბლოკადა. როდესაც ქერჩი უამრავი ადამიანი გაწყვიტეს, სადაც ჩემი ოჯახის წევრიც არის იქ დაკარგულად გამოცხადებული, თუმცა საფლავიც არ ეღირსებოდა იმ ადამიანს. აი, ეს ყველაფერი გამოიარა, ეს ყველაფერი ახლავს ომს. და ომი იწყება იმის გამო, რომ საკუთარი მიწა უნდა დაიცვა, საკუთარი ღირსება უნდა დაიცვა. თქვენთვის ეს არ არსებობს, თქვენთვის მთავარი არის ის, რომ რუსეთი იყოს ძლიერი. და თქვენ გაქვთ ასევე ავადმყოფური შიშები იმისა, რომ თუ კი რუსეთი არ იქნება, შეგჭამენ სხვები. თუმცა 19 საუკუნე 1801 წლამდე საქართველომ გაუძლო ოსმალეთს, გაუძლო სპარსეთს, გაუძლო არაბებს, მონღოლებს, ბიზანტიას. მაგრამ საქართველო მაინც მოვიდა მე-19 საუკუნემდე.